საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქებას მზიას თემის მე ერთი სიტყვით დავახასიათებდი იგნორი. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველ რიგში დააიგნორა ეს თემა და არ დაეხმარა თავის მაყურებელს, რომ გაერკვია და ნათელი მოეფინა მზიას თემასთან დაკავშირებულ საკითხებს, იმიტომ რომ მაუწყებლის პირდაპირი მოვალეობა რომ შეესწავლა კარგად და გულისხმიერად საქართველოს კანონმდებლობა, ენახა სხვა შემთხვევები ასევე ჩვენი სასამართლო გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან და საზოგადოებისთვის ნათლად განემარტა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ მიდგომებთან, როცა ცდილობენ ჟურნალისტი ქალი უსამართლოდ დასაჯონ ისეთი ქმედებისთვის, რომელიც არ ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივ დევნას. საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობდა, რომ ყოფილიყო უფრო დუმილის, იგნორის რეჟიმში, იყვნენ საკმაოდ ცდილობდნენ ესეთი ტრადიციული ნეიტრალური ენით თითქოს იმის ჩვენებას, რომ ისიც ჩავწერეთ და ისიც ერთი მხარეც და მეორე მხარეც, მაგრამ ამგვარი მიდგომა ეს არ არის სიმართლის გარკვევა. ეს არის უბრალოდ ზედაპირულად მოვალეობის მოხდა, რომელიც არამც არ პასუხობდა იმ მნიშვნელობის საქმეს, როგორც იყო მზიას შემთხვევა, გაშუქება ვერ პასუხობდა ამ ინტერესს. და ჩვენი მთავარი მოთხოვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ იყო, რომ სწორედ აი ეს სიღრმისეულად დაეთმო დრო, შეესწავლა არგუმენტები, ეკლია, გამოეძია თავადაც და საზოგადოებისთვის ნათლად ეჩვენებინა, რატოა ეს საქმე პოლიტიკური, რატოა არაპროპორციული ის, რასაც ედავება, ბრალდება, რატოა არაპროპორციული ის პატიმრობა, რომელიც მას მიესაჯა. ეს ყველაფერი მაუწყებელს არ გაუკეთებია. და მეტიც არც დაუთმია ჩემი აზრით ადეკვატური დრო მზიას საკითხის მოკვლევას და გაშუქებას, იყო ძალიან ზედაპირული, გულგრილი და მე ვიტყოდი, რომ აიგნორებდა მზიას საკითხს მაუწყებელი თავისი სარედაქციო პოლიტიკით. მე ვერ ვიტყვი ნამდვილად ესე განსაკუთრებით თავიდან გვაინტერესებდა და ძალიან გთხოვდით, რომ მეტი დრო დაეთმო მზიას ადვოკატებისთვის, თუნდაც ყოფილიყო ეს დაპირისპირება ორ მხარეს შორის გაემართათ მსგავსი ტიპის დისკუსია, მაგრამ ასეთი სახის გაშუქება ჩვენ არ გვინახავს მაუწყებელზე.